მოკლედ მოვემზადე, გავდივართ მე და მარიკო ამ წვიმა წუნწუხში, მაგრამ მე როგორც მივხვდი წვიმა გადაღებას არ აპირებს და მართლა რამდენი წელი უნდა ელოდო ახლა ამით შანსი არ მაქვს, ამიტომ გავდივარ, მინდა რომ დაგენახოთ და ნახოთ შედარებით მუცელი როგორ დადაბლდა, ანუ ცოტა შეიწია. აი მე ვერ ხედავთ, თუ ხედავთ, ნუ მუცლის ზონა ეს არის, პრინციპში ხედავთ. ყველაზე მეტად ხარაც მადარდებს რა, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ხარაც არის გვერდები, აი ეს თეზოების მიდამოები და აი ტერიტორია მოკლედ და ეგეც საწავა თავისით, თუმცა მაგასაც უნდა რაღაცა ჩარევები, რასაც სიამოვნებით სხვათა შორის ვაკეთებ. მოკლედ ასე გამოვიყურები, ეშარვალი ძალიან მომწონს ხარაც მაცვია და ამ სტილს ვეძებ რამდენი ხანია და ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. ეს სხვა შარვალია, სხვა მატერია და ძალიან მომწონს და ცოტა შეილახა. სამსახურისთვის ვეღარ ვიცვამ, ეხლა აქვე რო გადავირბინო მაღაზიებში ტიბატონო, მაგრამ თქვა სამსახურში ვერ ვიცვამ და ცოტა არ მომწონს ეგ ამბავი, რომ ვერ ვიცვამ, მაგრამ არა უშავს. ცოტა გავუნახდი, მაგრამ დიდი. რა თქმა უნდა გამახვდი. წავიღოთ ქოლგა, წავიღოთ ჩანთები, იმიტომ რომ რეალურად მე ჩემთვის მებრაზება ხოლმე, რატო ყიდულობ ყოველ მაღაზიაში შესვლისას ცელოფნებს, ჩანთებს, როცა ძალიან ბევრი მაქვს. ხო და წავიღოთ, ჩემი საოცარი პიანისტი მაინჩოს ჩამოტანილი იკეადან არის. სალოგარით იყო წასული, ადრე გითხარით კიდეც და საჩუქრად ჩამომიტანა, ეს პაწაწუნა, რომელიც შეგძიათ ხელზე, ჰოპ, იხსნება, მე შეგძიათ ისე, როცა აღარ გენდომებათ, ესე დაკეცოთ, თავისი რაღაცა დაკეცის მანერა აქვს, ასე ვთქვათ, აქვს თავისი ჯიბი და ამ ჯიბეში ჩაკეცოთ, აი ასე კულტურულად, ასე იგი ძალდატანების და ტანჯვაწამების გარეშე წაიყოთ. ეხლა რატომ მივიდივარ ამ წვიმა წუნწუხში? ხვალ მივდივართ სოფელში, იდეაში სახელოს მივდივართ მე და მარიკო და რა კარგად გავუნახდი. ხო და დღეს მინდა რომ მოვითავებ რაღაცეები. ნუ მართალია ხვალად შემიძლია, მაგრამ აი ეს გადარბენები არ შემიძლია, ამიტომ დღეს წამოდი დედიკო, გამოდი აქეთ საყვარელო. ხო და წავედით ჩვენი მით. უი, ჩემი ბარათები არ დამრჩეს თორე. ხო და ეხლა მას ტელეფონის უკან ჩავაცურებ ორივეს, რომ ხელში არ მეკაოს, ასე რომ ვთქვათ და წავიდეთ. ხო დედიკო, სახეზე მისვია მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ადგილებში რუმიანა და აქ კიდე დამავიწყდა და ჩემთვის არ პატიობ, რადგან აქ არაფერი არ მაქვს წასმული, აქვე გადავინაწილებ უპრობლემოდ თვალის ირგვლივ წასასმელს. ვაიმე ღმერთო, მადლობა ღმერთს, რომ თვალის ტკივილები ოდნავ შემიმცირდა. ხალხო, ჩემ ჭკუაზე არ ვარ. მე მგონი მეშველა და შედარებით გეუბნებით, ჯერ სად არის ამის ის, მაგრამ აი ოდნავ არ გადგიძნო თავს. რატო? რას ნიშნავს ტკივა? წუთით. არაფერი ისეთი ყურადღების მიქცევის ამბავი. წავიდეთ ახლა და ვიყიდოთ პროდუქტები. უნდა ფეხზე ჩემი სიყვარულები, მით უფრო წვიმაში. ერთი დღე გავსინჯოთ, აი ეს კონკრეტული მიდიები. 146 კალორია ჭყავის პური. ჰაი! ესე იგი, ვაიმე, დედას გეფიცებით და რა კარგად ადგას ეს კამერა. დედას გეფიცებით, ხალხო, ამოვწყდი. ამოვწყდი, დედა რას გაგიწვენი მიშველეთ. ვაიმე, რაღაცა ჩაქცეული მგონი. ხოიცად. ერთი წუთით ხალხო, რაღაცა წვენი გაზდის თან ძალიან. მაგრამ თვითონ არაფერს გამარატო ასველი. თან გოგოებო შევალაგოთ, თან ნახოთ რა ხდება. იცი რა დადიკო. იმან გააშველა. მართლაზე? არ მგონია წვიმის ბრალი იყოს, მაგრამ რა დასრულდა მაინც ვერ გავიგე. ვაიმე დედა, მიშველეთ. აი ამ წამს რაც აქ ალაგია, გოგოებო, ეგ არის 24 ლარის. თან შევალაგოთ, თან ვიჭორაოთ. რა თქმა უნდა, საქონლის ხორცი არ ითვლება, ეს დაახლოებით 16 ლარის არის თუ არ ვცდები. ამიტომ ეს ნუ არ შედის ამ იმაში. აი საფერკ მომეჩი შველი რაღაცა დაიქცა. რა, შვილო. ვენი დაიქცა. რა, დედიკო. ხადე. მოკლედ, ვიყიდე ორი რა ქვია ამას მაიონეზი, იმიტომ რომ მინდა გავუკეთო სოფლის ჩემი დამთმამთეს კიტრის სალათი, აი მით რა ქვია აჯანდა გვაქვია. მარიკო არ გაცვია შორტი დაბლა და არ მომწონს რომ გამოჩდე ზედმეტად ეხლა და ვერ გავიგე. თაროქ ცხელა თან ეგრე არ გამოვა. მინდა რომ კიტრის სალათი გავუკეთო ბრინჯით და მაიონეზით, რომელიც არის გიჟდები უგემრიელესი, მაგრამ დედაჩემზე მაგრად ვერ ვაკეთებ და
არსად არ მიჭამია ეგეთი, დედაჩემი რო აკეთებს, არ ვიცი, არა და იგივე ინგრედიენტებს ვუშვები, მაგრამ ნუ კაი. მოკლედ, ეს არის სად არის შეძენილი? ეს არის 2 ნაბიჯი, 4.50 თუ 4.60 ღირდა ზეთი. ფასდაკლებით, ტკბილეული რა თქმა უნდა ცოტა მეტი ვიყიდე, იმიტომ რომ ჩათამოსვლებიც იქნებიან, ჩვენც ვიქნებით გვერდზე ჩვენებთან გადასასვლელები და მოკეთ ტკბილეული სხვადასხვა ცელოფნებში, სხვადასხვა მაღაზიებში. ნაყიდი ვაფლები, კრუასანზეა ფასდაკლება. თქვენი პატატონები, ვინც მიერთმევენ კრუასანს, გირჩევთ რომ გაიქცეთ და ასე ვთქვათ, შეიძინოთ, იმიტომ რომ ფასდაკლება, სხვადასხვა ძალიან ხშირად არის ფასდაკლება. 24 და 28, 2 ჭხილი ვიყიდე, რომ ეს 100 მაცუნოს ხოლმე. ესენი დიდად არ მიყვარს, უფრო წვრილები მიყვარს, მაგრამ არ იყო. და ეს დიდი ვერსიაც ვიყიდე, ჩემო მომხიზებისთვის უყვართ. და ისინი ჩვენურად მიირთმევენ. პური ჩემთვის 166 კალორია, ვინც მიყურებთ და რომ ეს არის 166 კალორია, მეგობრებო, ამაზე დაბალკალორიული პური მაღაზიაში არის შოება. არის უფრო დაბალკალორიულიც, მაგრამ არის საცხობში, რომელიც მდებარეობს ვაგზლის მეტროს გვერდით. იქ ვერ მოვხვდები, შესაბამისად ვიყიდე და მიმაქვს ეს. ხო, იოგურტები, რა ვიცით, მოუნდეს ქალბატონს სოფელში. ნუ ეს სოსისი ჩემთვის შედარებით დაბალკალორიული და დრამინა, ხო, ეს სოსისი და ამაზე დაბალკალორიული ვიყიდე, ოღონდ ლიბრეში. ვიცოდით თუ აქცია იყო, თუ რა ქარიყი. კაი, ნუ არა უბრალოდ ესენი ხა სასწრაფო თუ არ წავიდა მაცივარში. ნუ აი არა ვიცი. კარგია დე? კარგი, ესენი რაც სამაცივრე იყო და ესენი მინდა რომ მარიკო, რომ საუბრობ, ძალიან გთხოვ, თავი შეიკავო დედა. მე ვარ ერთი. და რომელი ერთი ვქნა უკაცრავად ახლა რა? ესენი ჩავყაროთ ჩემს საოცარ ორგანიზერში, ასე ვთქვათ. ნომერი მიშველეთ 2. ქვილი, რომელიც აქ მჭირდება სახლისთვის. ერთი წუთით. ნომერი 2 უნდა თქვა. კი, აბა, რა იყო? მე უნდა ვთქვა, დედიკო, თქვი, საყვარელო, თქვი, დე. რა გინდა, დედიკო, ის თქვი. ნომერი 3. ხო, ქვილი არის 3 ლარი, რომელიც ვიყიდე სუზალაში და ეს გახლავთ 3 ლარი და 2 თეთრის. იცი რა? ბატონო. აი, კაბა ჩამან. ერთი წუთი დედა ეკაბა არის რაღაცა ისა. მოიცა მოვყარო დედიკო, თორე წვენი გაზდის რაღაცას და ყველაფერი დამისოლდება ეჭვი მაქვს. აიმე მიშველეთ. ერთი წუთი დედიკო, ერთი წუთი. მოკლედ სუზალა არის ნახალოვკაში გახსნილი. ჩემთან ახლოს, აი ლიბრესთან ახლოს, ყველაფერთან ახლოს. ხო და მიყვარს ეგ მაღაზია, იმიტომ რომ ძალიან კარგი წყობა, დიდი სიფრცეა და ხედავ, ანუ ყველაფერი ძალიან ხონათლივ. ამის ქვითარი არ არის, მაგრამ 83 ლარი გავატარე, ასე რომ ეს ხო რამეა? ეს რა არის? ეს ხო რამეა? 83 გავატარე თუ 84 ლარი. მოკლედ ვიყიდეთ რა, ამაში გავატარე რამდენი? ეს რა ვიყიდე ერთი ერთი წამი სიხარულო. არა, სხვა რაღაცების ვიყიდე. მოკლედ. შევიძინე რა ის 83 ხალხო. აიმე მიშველეთ. ეხა მეზარება რომ მობაილ ბანკში ვნახო, გამახსენდება რა. კათა მივიყიდე, რომელიც 7 ლარი ყიდა სრულად, 7 და რაღაც 7 მთლიანი, ანუ ღვიძლი ვიყიდე, რომელიც ყიდა 2 და 50 და შევაცუნცულოთ ორივე. ვიყიდე ასევე ბარკალი, რომელიც არის 7 და 25 და არის 3 დიდი საკმაოდ, აი საკმაოდ დიდია. ასევე ვიყიდე ყოველდღიური საფენები, რომელშიც გადავიხად 6 და რაღაც, არ მახსოვს ზუსტად. ასევე ვიყიდე წონის ვერმიშელი, რომელშიც გადავიხადე ლარი და 59 თეთრი. ეს ვიყიდე მგონი ლარი და 40 და თუ რაღაც არ ვიცი, ეს რაღაც რუბლიკებით როა.
ასევე ვიყიდეთ არა კაცო რა 84 58 თუ რაღაც გადავიხადე. ეხლა გამახსენდა. 48-ზე მეტი არ გადამიხდია. ეს იყო მზესუმზირები აქციაში, გოგოებო, რომელიც ღირდა 99 თეთრი, ანუ ლარი. ამოვიღე და ხო არ ვიცი როგორია, მაგრამ ვიზუალურად ძალიან მომწონს და იქიდან გავდია რომ შოკოლადი და თხილი გასაგებია, როცა ნუთელას მსგავსია და ძალიან გემრიელია. დაახლოებით ადრე მახსოვს რომ თითქოს გასინჯული მაქვს და არ ვიცი ეგ არის თუ არ არის. ეს არის როგორც ახლა როგორ არის შოკოლადის მუსივით არის რაღაც ძალიან ცუდად აწერია და ვერ ვხედავ, ანუ ერთმანეთში არეული ყველაფერი, მაგრამ უკვე ძალიან გემრიელია, როგორც მე მახსოვს თუ ის არის. და რეალურად ახლა გარდა რაც ახატია, მე მგონი რომ ძალიან კარგია, კრემისებრი. როგორც ნუთელა ეგეთი არა. ამიტომ მარიკოს უნდა რომ გასინჯოს. მიხოთ მიზა რომ სხვა რაღაცაც ვიყიდე, ეს უნდა რომ გასინჯოს და ნუ მეთქი კაიშვილო. დაგასინჯო ხოდე, მოიცადე სიყვარულო შევალაგო ესენი. არ დაგიმალავთ, არ მოვწყდით ისე გადავიღალეთ მე და ბავშვი. და ეგრევე გადავიღალე. ნომერი 3. ნომერი 3 გვაქვს. ოპა. მოკლედ, ჩვენ აქ რისთვის შევიკრიბეთ, რა გვაქვს ეს რა არის? ბულგარული, რომელიც არის 98 თეთრის სალათისთვის პირდება, ესეთი ზომის, კარგად დიდი სხვათა შორის, არ ვიცი როგორ ჩანო, ახლა ხო ჩანო, 4 ცალი. ხუთი რაღაცა ეგრე. ასევე ლარი და 91 თეთრის კიტრი, საკმაოდ ბევრია სხვათა შორის და კარგი ზომები. ასევე რაიმე დაიფშნა ჩემი სიკვდილი. აი არ ვიცი ახლა სიმართლედ რატო ვიყიდე ეს ზუსტად. თითქოს მოიცეთ ამოვალაგო და ისე გაჩვენებთ. რომ ბევრი წვრილმანია და ესე ვერ გაჩვენებთ. აქციებია მოკლედ და მინდა რომ გაჩვენოთ. ეს ყველაფერი ხალხო მიდის სოფელში, ანუ საფუძვლის არ მიყიდია აბსოლუტურად. ამაშიც დაახლოებით 50 ლარამდე გადავიხადე ყველაფერში. ეხლა გამახსენდა. ანუ ის გამახსენდა რა ის 90-ს მაგრად ვარ. მოკლედ ეს გახლავთ შოკოლადის და მარწყვის მუსი, რომელსაც მარიკო ფაქტობრივად რა ვიცი კვირაში 4 დღე ამას მიირთმევს, მგონი ძალიან უყვარს და ძალიან მოსწონს. ესეც ვუყიდე და ნუ ესეც და ვნახოთ. ეს ოფერში მიგვაქვს. ეს საფრჩება. ვაიმე შენ შემოგევლედე. ყოჩახ ჩემო საოცრე. ვაიმე როგორ მიყვარხარ, ანუ თქვენს თვალწინ ხდება ეს ხო დამირიგებია. რა თქმა უნდა, ჩემო საოცრებადე, შენ ხარ საოცარი შვილი. ასევე იყო ამაზე აქცია, გაჩვენეთ კიდეც აზრში, რძიან სოსისზე და ესეც რა თქმა უნდა სოფელში მიდის იმასთან ერთად. ხალვა, რომელიც ყველას გიყვარს ოჯახში, მაგრამ ისეთი კალორიული ალბათ ამდენს მუცისნი ან არც მივირთმევ და სხვათა შორის ეს ძალიან მიყვარს, თხილით არის და ეს არ ვიცი, ეს გადამერია და უნდოდა ძალიან, გადამერია კი არის ტირა და რაც მე აი მთხოვა რომ ეყიდა და ნუ მოკლედ კარგი ხო? რო გითხრათ ახლა არიქა და ღირდა სამლარად. ღირდა, მაგრამ ცოტა ყრია მოკლედ რა. შენც გაგასინჯებდე და შენთვის ვიყიდე. სტაფილო სალათი მინდა გავაკეთო სოფელში და ეს არის ლარი და 40-ის, საკმაოდ ბევრია შიგნით და ნუ ხო და ვანახოთ. აი მე დედა სოსისი საჩევაგდე, ხალხო მიშველე, საყინულში ხო შევაგდე, არა. აი, კარგად რო აციებს საყინულის დაბლა რო არის, ხო იცით? ვინახავ ხოლმე მაგას სტაფილოთ შევაგდოთ, ხვალ საღამომდე ალბათ ჩვენ არ წავალთ შესაბამისად, ნუ ხო, ეს გითხარით კიდეც ვიდეოში, ჩემს მომთელს უყვარს და აქციაში იყო, ამიტომ ვიყიდე. ეს ლაბანე ვიყიდე, რომელსაც აქვს შედარებით, ანუ 200 კალორია აქვს და არ ვიცი ვნახოთ. ეს არ მიმაქვს სოფელში, აქ ვტოვებ სახლისთვის, ჩემთვის ვტოვებ, ანუ შეიძლება წავიღო, მოკლედ არ ვიცი. ამას აქცია ქონდა და ესეც ვიყიდე. ანუ ლიბრეში რაღაცებს აქცია ქონდა, ამის თქმა მინდა და ანუ გიჩვენოთ რომ შეიაროთ ყოველ შემთხვევაში. ასევე ვიყიდე ბრინჯი, რომელსაც აქცია ქონდა ლიბრეში. სიმითი მარიკოს რომელიც სოფელში უნდა წავიღო ხვალ, ჰა? არ უნდა მაგარი. ეს
ლიბრეში ვიყიდე. ხო, სავარაუდოდ ლიბრეს იმაში იდო. გაგანია 520 კალორია აქვს. ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია. აი ამ კონკრეტულ კამფეტებს, მაგრამ მე ხო არ მარტო სხვებს არიან, ხო? ხო, ამას ქონდა ლიბრეში დედა დაიფშუნა, იმიტომ რომ ზედ დავასყდი და დავაყარე რაღაცები. ტკბილი ქვეყნის იმას მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის და ყავაზე არ იქნება ურიგო. ჩემები გებრელად მიერთმევენ. რა თქმა უნდა, წავიდა სოფელში. კიდევ რაღაცები მინდა დამეყიდა, მაგრამ საჩვი. რითის ვდგავარ რო ჩამაციო, მოდი. ანუ ამ გერგოს კაბამ შეგვარყია მე და ჩემი ქმარი ჩვეულებრივად. მოდიდე. ჩაყავი საყვარელო. მიალაგე შენი ნიფთები თუ შეიძლება არ მოწოს ესე მიყრილი. ხო, ნუ ეს და ეს იქით წავა. ხო, ეს არ დაგვრჩეს სოფლისთვის აუცილებლად. რა არის მიჩვენი აქ დავდო ეს. ერთი წუთით კამერა არის, ერთი წამით. ხო, ეს წავიღოთ, თან გავიყოლოთ. იმიტომ რომ არიამიც მიერთმევს და წიაწასვლაზეც წავიღე. გასწნებული ვარ რომ ჩემები არ მიერთმევდნენ და ისე იდება იქ. ყველაფერს ხო ვალაგებ და ხვალ ისე უნდა გადმოვყარო ყველაფერი და ჩავალაგო რა თქმა უნდა. მწვანელობიო. ეს მწვანილები სხვა რამისთვის სჭირდება და ხახვი დაახლოებით ხო ნიორიც აგერ არის აქ ჩავდოთ. მე ხა მჭირდება ყოველ მიზეს გარეშე 2 ცალი ხახვი. დანარჩენი გავიყოლოთ. ერთი სულ მაქვს ნახო ეს კრემისებრი მასა ის არის თუ მეშლება. ჩემი აზრით ეს ორივე ხამაში უნდა ჩავდომე. ამას სოფელში ხვალ რო ჩავალ ხამის მე გამკეთებელი რო არა ვარ თქო გასაგებია. ზეგ ხო ხოსახებში. ალბათ გოგოებო წავალ 5 დღიდან ერთი კვირიდან რაღაც არ ვიცი ზუსტად. ასევე ვუყიდე მარიკოს გოგოებო, აი ეს ხელის კრემი. კრემი საბავშვო დამამშვიდებელი წლიდან შენახვის ვადა 3 წელი. ნუ ეს არ გვინდა. ხო, ნუ შეგვიზარ სახესაც წავუსვათ ბავშვს ხირთა ფაზეკლებით 2 ლარი და რაღაცა წამოვიდე. ეს მარიკოს საყვარელი სიმითი. მარიკო თუ შეიძლება შენს იმაში შეინახე დედიკო. ხო შეწუხდები. აი ეს არ გვინდა, რა თქმა უნდა და რა მინას გარეშე ცხოვრება ვის გაუგია. აი მე რატო ავაძრე, მე დამეკარგება რა არის და რა მოძებნის ამას. ლარი და 73 თეთრი აქ ჩავაბრუნოთ. კი სიხარულო მან ჩადე. ყურის ჩხერები არ მოვიტანე მე. მომიტანე აქ. მომიტანე მაგას რო ვეცებ ხა თუ ვაწყობ შენდებიკო. ესეთი ძალიან საყვარელი ფერადი ისინი ვიყიდე. ანუ ესენი ფერადი არ ვიცი რა ღირდა 2 ლარამდე, 2 და რაღაც თუ 2 ლარამდე რა ალბათ. კარგი, მუსი შევინახოთ და ძალიან მაინტერესებს ახლა როგორ მოეწონება ჩემს გოგოს უნას ჩვენი კრემი. თქვენთან ერთად დავწესავთ ამ ამბავს. გამოვიყოთ პური. დედიკო, ხო არ გინდა სიმითზე წავუსვათ და ისე მიირთო და პურზე გირჩევნიადე? კარგი, ეგრევე. მოდი, არა, დე პურზე ჯობია, კარგი საყვარელო? აი ესა? ხო, დედიკო, ნახოთ როგორ იქნება, კარგი? გემრიელია. ნახოთ როგორ იქნება, მეც ძალიან მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. ასინჯას არ ვაპირებ, მაგრამ ანუ სუნი ყველაფერი მაინტერესებს. თუ ის არის, მე რაც ანუ თუ მოხვდით ნებისმიერ ადგილას იყიდება დარწმუნებული ვარ. მაგრამ უფრო მოზაიკა შეგვხდება ხოლმე ფანტასტიკური სუნი. ანუ ფანტასტიკური აი მაგაზე. მიშველეთ. всё, 700 კალორია ავირწყი. დედიკო, გაიწიე იქით კამერა მიდევს მარტო იმით, რომ აი ეს ვისუნთქე. მასად ხელია. ხშირ შემთხვევაში ნუთელა ბევრად ის არის ხოლმე, უფრო
აი დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ ნუ აი ისეთი სუნი აქვს, შეიძლება წაიქცეთ. რა გადავიხადეთ? აი მე დედამიშველეთ. მგონი ვიდეოში კადრებში ჩანს, არ მახსოვს ზუსტად. მგონი 5 და რაღაც გადავიხადე. დაიკავე ჩემო სიცოცხლე და ვნახოთ როგორ მოგეწონება. მე ჭიმაქ რომ ძალიან მოეწონება. ეხლა ეს როგორ უნდა წავიღო სოფელში, არ ვიცი, შესაძლოა ის მეორე მუსი წავიღო, იმიტომ რომ ეს რაღაც ისეთია, შეიძლება დაიყვაროს. გემრიელია დე? მოგეწონა საყვარელო? შეგერგოს დე მირთვი? აი მასალ კუტულის არის და მე რაღაცა მეფენება კუტულის და ძალიან მირთვი ჩემო საყვარელო, მირთვი დე. ეხლა ეს გადმოვწმენთ, გადმოვასუფთავებ. არ დაიჯერებთ და დილით მარიკო მორინაჭერი ყიყლიყო მიირთვა თავის მასთან ერთად, რა ქვია, რძესთან ერთად და გაკურების აგაყობა ჩამომვარდა. ვაი მე დედა გული ავიკრიფე რა. გული აიკრიფე რას ნიშნავს? ან თუ ჩავდე ისე უნდა ჩავდო, რომ ნუ არ დაიღვაროს, აი არ ვიცი როგორ უნდა ჩავდო, რამე ქილაში ხوار გადავიტანო. გავრეც ხოთ საქონლის ხორცის სხვათა შორის ძალიან კარგი ხორცი ვიყიდე და დავამხეცდი საქონლის ხორცის არჩევებში მინდა გითხრათ. what? ხო, ეს ნაგისთვის გამომადგება, ისინი რომ ჩავყარო, მე მეხსა ჩავდე. ესენი ხო მჭირდება პრინციპში, ეს საწავი ყოს ნაგავში. ძალიან მინდოდა ტოლმა მომემზადებინა დღეს, მაგრამ ანუ მართლა ისე დავიღალე ხალხო, მე ორგან ვიყავი, არ მომეწონა კომბოსტო, მე ეს 4 უშველებელი ცელოფანი თან წვიმს, თან ქოლგა, თან ბავშვი და ჭკუიდან აი ესე ამედი. ხო და აი იქამდე ნამდვილად ვეღარ მივედი ახლა, რომ მეტყვი და კომბოსტო, თორე რეალურად ყველაფერი სახში მაქვს ხორცი ისა და რა უნდა ხა მაგის დაკეთებას, მაგრამ ბავშვი და ბაბანაო მეთქმა შევიღო ვიბანა, ანუ იმდენი რამე კიდე გასაკეთებელი, რომ გავიაზრე. ხელით რატო ილოკავ არ გვაქვს ხელსახოცი და სახში? ეს აი მე ისე არ გაგივა სველით. და ის არის. და თებში დაგიდებ, მოიცა საყვარელო. როგორც გინდა. როგორც გინდა გვანსა ისე. ხო, დედიკო მოვარეხვალე. აი ძალიან გემრიელია რა. ძალიან დამწნაგული ის გავწერხე რა ქვია გოგოებო. აი ამის თავსახური ულამაზესი. ყავით შესაკლელი თავსახური რომ მქონდა, აი ულამაზესი. გიждდებოდი ისე მომწონდა და გამწყდა. მეც მომწონდა. ასევე ყველაზე ცუდი და ყველაზე მეტად რაც მინდოდა ის დამავიწყდა იმის ყიდვა. ცომის გასაფრთხილების ყიდვა დამავიწყდა და იქნებ ვთხოვო მერე და 2 წუთით ხვალ გამიჩერო მაქანა რომ ვიყიდო. ყოველ მიზეზის გარეშე მჭირდება, იმიტომ რომ იმით ვერ ვაფრთხილებ ჩემს დედამთის რაც აქვს და მისჩემია რომ რაღაცა ჩემი ვიყიდო. და აი ისეთი რა როგორც მე მინდა ასე ვთქვა რა. გავრეთ ხორცი. მარიკო მოგწონს გემოდე? ძალიან გემრიელია. ვა, გადავიდე რა. მე თუნდა. აი თან გავაჩეროთ წყალში 1-2 წუთით, მანამდე აი მე მიშველეთ. ვარდა გიტყდა. არა, დედა ჯვარი მწერი არა გამიწყდა შვილო. ვაი მე ზედ მივაყუდები ეს რო გამიწყდა, ესეთ მივაყუდები, აი სასწრაფო ვერ მოვისწრებს დამიჯერეთ, ეს რო გამიწყდეს. ეს შუაში რაღაცა გამიწყდა. აი ეს მრგვალი რაღაცა. არა, დე არ გატყდება, ნერვიულობ. ჩემს დედამთილს უნდა კიდევ ასეთი. ამას ხო თავი ჯამი აქვს და ეხლა ჯამი არ მინდა, ეგრევე იმას ვიზავ. ეს რაც არ უნდა წმინდა, მტვერი ედება, რა აღარ შემიძლია, ჩვეულებრივად დამღალა. ხო და ის არის გოგოებო 1 წუთით. ახლა უნდა ვიბანავო. კიდე, ოღონდ ამას შევაზავებ და ვიბანაოთ, კარგი? შენ გამოიწიაქე და მიირთვი ჩემო სიცოცხლე. აუ, ძალიან გემრიელია რა. კიდევ ერთხელ გავარეცხოთ. დედიკო, კიდე მას ამერა იქავი.
უნდა დაჭრა? კი, საყვარელო უნდა დავჭრა. მივხვდი ჩემო სიცოცხლე. ასე, ეხლა მე დავჭრი ხორცს, რომელიც უნდა მოვათავსოთ მერე. იმიტომ რომ ნუ ხა ეს კი ჩაიტევდა გრძელი, მაგრამ ხა ამ ხელას რო ვერ ჩავდოთ, რა თქმა მაგას. კატის ფილოსოფია ხო არა? კონდა ხანი არ დაჭრა. არა, დენ არის ნეპიულო შესაყვარებ. აი მე ბეჭედი თუ არ მოვიხსენი, შანსი არ არსებობს. ამას ბეჭდით ცოტა გვიჭირს ეგ ამბავი. ეს ხლა მაღაზიაში ვიყიდეს ხორცი და შეიძლება ბეჭედი მოსწონა და ისე გაგრძელო. ხო და სიმართლე გითხრათ, როგორც ვთხოვე ისე თითქოს აჭრა რაღაცეები, მე ხო ვერ ვიტა რაღაცეები როა ხოლმე და შემიძლია. მაგრამ ის არის ცოტა მაინც არის რა თქმა უნდა, ხო იმეს ხო რა მოაჭრი და რა ქვია. დედკო პატარა თევზი რო შეჭამო, მერე მოკუდება. არა, პატარა თევზი არა, დიდი თევზი. ნუ ვინერვიულებ შემდეგ, აი. შევაერთოთ დენის წყაროში. როგორც იტყვიან, ჩავუშვათ ჩვენი ხორცი, სადა მაგის ლაიმე დედა. დედა ვიდი. ეხლა ცოტა ხმაური იქნება და მოდი ხმა ჩაუწიეთ ამ მონაკვეთიდან. ეხლა აქ მივაჭირო მე რაღაცა გადავაბა ვიდეო და ბევრი მე რო არ ვიწვალო. იქ ვიხარ და ამ ხმა ჩაუწიეთ. წავიდა. მიშველეთ. აი მე როგორ მიჭირს ხოლმე ღმერთო ამის დატრიალება. არა და ვაიმე საწავიღე ხალხოთილო. ჩემი მაგითის. ხო არის აგერ მიდევს. ანუ ამის მოხსნა ისე მიჭირს ხოლმე. ვაიმე. აგერ. ასე. დავშალოთ, იმიტომ რომ შიგნით საკმაოდ ბევრი ხორცი რჩება ხოლმე, გოგოებო, მინდა გითხრათ. ნახეთ, სულ სავსეა შიგნით და ნუ წარმოიდგინეთ ახლა ხორცის მაღაზიაში მითხრე, ჯერ პატარაში რამდენი რჩებაო და საკმაოდ ახლა იმდენი კი არა რომ არის ხა და 7 ლარის ხორცი შიგნით რჩებოდეს, მაგრამ ანუ რაიტო? დედიკო, აი ეხლა მე აი ეს დედი წევს სამთავდება. მიირთვი ჩემო სიცოცხლე, მიირთვიდე. მე ამას ვრეცხავ გოგოებო და აი ეგრევე ვაწყობ, იმიტომ რომ მე როდესაც რაღაცეთ იჟანგებასავით, ამიტომ ანუ ეგრევე, აი ეგრევე იმას ვშვები. ამას ეგრევე ხა გადავყრი, იმიტომ რომ ის არის რო იხოს რა ქვია მაგიმეებს, არ მიყვარს მეზიზღება, არ შემიძლია. ჩავყაროთ წყალში და ცოტა ხანში მივხედავ. მე და რაღაცა ბეჭია მეწვა. რა მინდოდა? ეხლა მე ხო ეს უნდა გავრეცხო და ხაფი დავჭრათ გოგოებო.
მოვედით. გადმოვასუფთავოთ, მე ხო მანიაკი ვარ, მე თუ რომ მეშველება. ეს წავიღოთ, აღარ გვჭირდება, ამას არაფერი არ აქვს გასაწმენდი, სხვა. ჩემქმარს მადლობა. ამის ყიდვისათვის, იმიტომ რომ ამაზე მაგარი რა ვიცი. არაფერი უყიდია მე მგონი. დედიკო მამჩი. ვაიმე, კიდე ხო არ გინდა დე? კიდევ გინდა, მოდი ყიყლიყო მიირთვი, ეგ აღარ გინდა, კარგი შემოსიცოცხლე. იცი რატო დე? ტკბილია და ამდენი ტკბილი აგამსუყე. ჩემი ყიყლიყო მიირთვი აქ რო გვაქვს, კარგი დედიკო შენახული. მიდი შემოსიცოცხლე, ყიყლიყო მიირთვი დედიკოს გული, მიდი. და რასაც გინდა მერე გაგიკეთებ და მოგიმზადებ დე. მიდი ჩემი კნაკუნაები რომელიც გიყვარს დედიკო აიღე საყვარელო. ეს ასე. ვაიმე ხალხო ხელთათმანები მქონდა რეზინის და სად წავიღე გეფიცები თუ ვიცოდე. არა და მიყვარს როდესაც ვურებ იმით რა ქვია. ხელთათმანით, მაგრამ არ არის. სად არის? აბა მე რა ვიცი. სად არის? არ მიყვარს რა ყოფზით რომ ვურებ სიმართლე გითხრათ არ მომწონს აი მირჩევნია ხოლმე ყოველთვის რომ აურიო იმით რა ქვია რა ჯანდება ქვია ნერვები მეშლება რადგან მე პრობლემური თვალი მაგთან ძალიან მოდი სათვალე გავიკეთოთ იმიტომ რომ ამ ხახვის დაჭრა დათლა დაფცქვენა და ყველაფერი ჩემი თვალისათვის არის ძალიან საზიანო და ზოგადად ისედაც ყოველას ხო გირჩევთ რომ სათვალით დაჭერათ ხახვი მაგრამ ანუ რა ვიცი მარ ხახვით აბა როგორ გამოვიყურები აი მე ვერ ავარ კარგად ვიძახი და არავინ არ იჯერებს შეიძლება მე შენ თვითონ აიღე ჩემო სიცოცხლე დედის გული აიღე აი ასე აიღე ჩემო პატარა მიდი ჩემო სიცოცხლე მიდი აი ეგრე კარგი გოგო ხარ კარგი გოგო ხარ ძალიან. ეს მეუბნება ჩემი ქმარი. მე არ ვიცი როგორ მოახერხე, მაგრამ ხინკალზე ხარ დასპეცებული. აი, ისეთი გებრიელიაო, რო ჭამს ხოლმე. კატი სული აქვს. ცოტა ვერ გავიგე რა ხდება დედიკო, აი მე თვალები დამეწყო ახლა უკვე. აი შეგაშინდა დავშე. აი მე თუ არ ინეტა ჩვენი მაღაზია ღია. ერთი წუთი გოგოება. აი მე დედა. რა ხდება მარიკო? ეს არ მინდა აქ არ დამილაგო გთხოვ ერთი წუთი არაფერი. ესეც აღარ მინდა და შევდოთ. დედიკო თვალი აგეწვება წაიღეთ ებში და გადადი იქით ჩემო სიცოცხლე მიდი. აი საწავიღო ეს თავი აღარ ვიცი. სიმართლე გითხრათ არ მომწონს გოგოება როცა ტარდება ან რაღაც რა ვიცი აბა ალბათ გემოვნების ამბავია. ხათ გინდა? აი რა გამო. ხო გამოიწმინდა დედა დილით აბა ისე გაგიყვანდი გარეთ? ვერ გავიგე. ყოველდღიურად არ იწმედ ისედაც. რაო? არა? თქვიდან არ ამჭერა შვილო. რა შვილო. ეს აიფერები რომ მინდა მჭირდება. დედიკო ერთი წამი. ახლა შეიძლება მანდედა დიდად ჩანს, მაგრამ არ არის ეგრე დიდად გოგოებო. გორად წვრილია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს მანდედან. ძალიან დაქუცმაცებულსაც არ ვუყეთებ, იმიტომ რომ მე ყველაფერი დედიკო ადამიანს თვალის. უფრო გვიან დავეწყო, სხვათა შორის ბევრად ადრე მეწყება ხოლმე, როგორც ჩანს,
ის წამალი კარგად მოქმედებს. ნუ უყურებ დედიკო, დაგეწვება, ვერ გავიგე რა, რამდენჯერ შეიძლება გთხოვო. ერთ-ერთი სუზალაში რაც არ მომწონს არის ის, რომ არა ხილბოსტანი და ანუ ერთ სივრცეში ვერ ყიდულობ ყველაფერს და გიწევს აი საერთოდ სხვაგან წასვლა. ეგ არ მომწონს ძალიან თან. რო დამავიწყდა, გავიქეცით მერე სხვაგან მე და ბავშვი. იმ უჯრედში დავტოვეს ყველაფერი, ნაყიდი, დიდი ცელოფნები და გავიქეცი და ვიყიდე, ანუ არ არის კომფორტული რა. ძალიან არ არის კომფორტული და მედი მაქვს რომ ოდესმე დაემატება ხილბოსტაინს, იმიტომ რომ რომიდან რო იქვე ვიყიდო რაღაც და არ მიღირს სხვაგან წასვლა, არა, ანუ მაგის საშუალებას არ გაძლევენ, იმიტომ რომ არ არის და ხო უნდა იყიდო ხო ყველა ვარიანტში. რო გჭირდება. ამიტომაც დამატეთ რა ძალიან გთხოვთ. Please. შედარებით ნაკლებად ამეწვა თვალი, შედარებით. დაილოცოს ჩემი წამალი თვალის. ხო, ჩემო სიცოცხლე. ეხლა ცოტა დიდებად ჩავჭრა და მე მივაქუცამაცებ ამ ჩემ მწვანეს, დედა თვალი და ვერ ვიხედებ ესენე ამეწვა ეხლა. ან გაგანია მკურნალობაში მიდი შვილო გამოატარე და რა სიცრემლები რა იქიდა ეხლა უიცრელზე გამახსენა წამალი ჩასასხმელი ანუ ამაზე მაგარი დანა მაგდამით რატომ წვალობ ხო არ იცით ვინმე დედა რა ძალიან ბევრი მწვანილია ანუ შემო ან დაჭერი მწვანე ჩემო მეუღლემ და მე კაცვივსო და პროგნოზი რომ ნახეთ ეს დღების უწვიმს. არა და მეზიზღება სოფელში წვიმა. ჩემთვის არაკომფორტულია ძალიან ყველა კუთხით. დედიკო, ამაში არეტევა ხურცი ბევრი იყო უფრო, ამიტომ უნდა გადავიტანოთ აუცილებლად მაშინ სხვა ჭურჭელში. ეს რა ცოტა დიდი მწვანილი დამიტოვებია. ხო და გადავიტანოთ დედიკო აუცილებლად ახლა სხვა ჭურჭელში, თორე შადრევანივით ახლა ამოხეთ. არა, ძალიან ბევრი მწვანილია. ხა მე კი ვაფრენ მწვანილიანზე, მაგრამ ნუ თვალადამდენიც ახლა არ იყო საჭირო განსა. რატო გავიდიჟე თავი ვერ ცივილაშვილია დაიმახსოვრე. კონცა ცივილაშვილია და დაიმახსოვრო. ნეტავის გამახსოვრებინებთ ხო არ იცით? ასე, ახლა ეს ნაგვები და ისინი გადმოვასუფთავოთ, იმიტომ რომ ჩემი წიკებს გაუმარჯოს. ბები აიძახის. მე არ ვიციო. ჩემი ბება ხო იცით, მე არ ვიცი. რამე რო ეხოცო ერთ-ერთი ჟარაში არ დატოვებს. ადგება და მაინც გარეცხავსო. ვერ გადავაჩვიეო და ვერ ვიძინებ ვეუბნები. კაცო ესე რომ ვიცი რაღაც ყრიანი ჟარაში აი გული მიკანკალებს ვეუბნები და რა გინდა კაცო ავდგები და არ დაიღალე ბებო მეუბნება ხომ წება გოგოებო უნდა გადამეღო შეზავების კადრების მაგას სამწუხაროდ ისე მოხდა რომ გამეთიშა კამერა ამიტომ მომიყო და მჯდარი ხო და იუჰუ აგერგედაც ვალე მომარჯვებული მაქვს მეს ქვილი და ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ამ სასწაულის ყიდვა და ძალიან მინდა უფრო პატარა ვერსიაც ვიყიდო, ცოტა უფრო დიდი ალბათ არ გონია დამჭირდეს, მაგრამ აი უფრო პატარა და სოფლისთვის მინდა კიდე წავიღო რაღაცები. ოღონდ აი ახლა მანდ გასვლა ხო შანსი უბრალოდ არ არსებობს მე კიდე ხელა გზაზე. ხო და რა ვიცი. არ ვიცი, მე რა სხვა დროს აუცილებლად ვიყიდი ყოველ მისთვის გარეშე და ვიწყოთ ეს არის ერთ მოცივი წყალი მოზოლა. რატო არ გამოვიცვალე ახლა სულ გავქვილიანდები თუმცა ანუ მაინც ეს კაბა უკვე და გავრეცხო ესე ნამდვილად ვეღარ დავტოვებ ისედაც ის პარკებზე რაღაცები ვათხრიე და ვალაგე ხანის მიმედო ხანის მომედო მაგრამ მერჩინა რამე ზარმაცი რო დაიბადები ხო შვილო არაფერი გეშველება სველია და სრიალებს მაგრამ არა უშავს ისედაც მალე უნდა გადმოვიტანო მე მაგიდას და ისე დავამუშაო გოგოებო აი ვისი შურს იცით აი ხინკლის წესები ვიცხართ აი თქვენი შურს მინდა გითხრათ აი ისე შურს რო შეიძლება 5 კილო მოვიმატო ბუღმისგან აი რო შეგიძლიათ წამებში მოხვევა წამებში ვერ მოზელთ ვერც თქვენ და ვერც მე იმიტომ რომ ამას თავის ტექნიკა აქვს და ეგრეც არ არის როგორც მაგალითად ხაჭაპურის ცომი პირობითად გეუბნებით იმიტომ რომ ხაჭაპურის ნამდვილად არჩედება ბენზელვა პირველი ეტაპი გაიარა ახლა ამან
რა დედა ეგ რას ნიშნავს? იცი რა ქნა? რა გაიგია თავი. თავი გაიგია. თავი გაიგია უმეთო. იყო რომ არის ხო და ისა ეხლა თუ საზელი აპარატი გაქვს გენაცვალე სხვა საქმეა და ჯერჯერობით ვერ ვამბობ რომ ეგეც მინდა და არ ვიცი საყვარელს აძი ხარ უკან კამერა კიდევს და ამოვიდა ფქვილის მტერი აი მე ეგროს უჩამის ხა ხო დედა ნუ აი არ ვიცი აქ შვიდობა შენი აზრით იქნება ეს ჩამის ხა. პირველი ეტაპი ხა გაიარა ამან უკვე მაგრამ ცოტა დამისხი სულ ცოტა არა შენ რო იცი მაგდენი არა დედა შენ რაღაცა ზღვა წყლის ჩასხმა იცი მაშინდელივით და მაგდენი რო ჩამისხა აქ დადგება მდინარე აი მე ხალხო ერთხელ ჩავასხმევინე ცოტა ჩამისხით ხო გაიწია იქ თუ შეიძლება და აი ვერც კი წარმოგიდგენიათ რამდენი ჩამისხა აი ხაჭაპურის ცომადაც რო აღარ გამოდგებოდა აი იმდენი და მე კინაღამ გადავირიე ეხლა უკვე დაიწყება მაგიდაზე დამუშავების პროცესი და აუცილებლად შეკვრის პროცესი იმიტომ რომ რა თქმა უნდა მცირე დოზით აქვს წყალი და ყაი შენ ახლა ჩვენები რა დღეში გა? დაებიდე ჩვენები რა დღეში გა? არა დედიკო არა მაგ წაშლილი ნერვიულობ ამას დადიკლო ამზრება ნერვიულობ შენ ამზრება აქ დავიწყეთ როგორც ხედავთ მარიკო თუ შეიძლება გაიწიე ვა კაცო რა გინდა ვერ გავიგე აი მე რო აი ეს დედიკო გძელი თმით მე დაშორიალებ ამ ფქვილთან არ ჩამიყარო ფქვილი შენში მოგევლე თორე მე რეცომს მოგცემ ჩვენ რო ვიცით დე მოგცემ მე საყვარელო ძალიან кайგი ესე იგი ხინკლის სომი მე როგორიც მიყვარს არ უნდა მოზიოს ორსულმა თორე აი არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი მე უკვე ვიცი ხინკლის რაღაცები ცუდინება შულობა ჩემ ხელში ისწავლე რაღაცას ეხლა მას ცოტა შევკრავ კიდევ მეც დავისვენებ და ცომსაც დავასვენებ მაცივარში მე გამოვიღებ გოგოებო და კარგად დავამუშავებ და ეგ არის ეხლა რა თქმა უნდა ეს არ არის რაც უნდა იყოს ბუნებრივია ხა ზოგი კაცო სულ წავობს ერთი მოზილზე დამთავრდა მაგრამ რა მე ხალისება და რა ვაკეთებ ჩემგან რა მითის ჩემგან რა მითის და მე ვინ კალორიებსაც დავწვა ყველა ჩვენი დარდიგდო ვარა მიგვა ასე ვთქვათ აი ცომია აი კარგი ისეთი როგორც მე მინდა ეხლა რომ გამოვიდეს ძალიან მყარი ეხლა ჯერ კიდე სად არის სიმყარე ეხლა ის რომ მაცივარში წავა დარბილდება თავის იმას მიიღებს მე უკვე სხვანაირად წავამის დამუშავება მიშველეთ ვიბია ჩემს უნდა დავუდგათ ზეგლი აი 20 კაცისთვის რო ცომზელდა და მე რომ მემარტივებოდა როგორ მემარტივებოდა რა ნამუსით არ ვიცი ოღონდ არ დამისხა არაფერი აღარ მინდა კარგი რა შეგენდომება მე დიდი მადლობა მოჩა ეს ეტაპი რაც უნდა გაივლო გაიარა ხო და ეხლა ეს წავა უკვე მაცივარში ხო და როგორი გამოვადა რა ეტაპს გაივლის მაგას ვერიში მოგთავაზებთ ნახოთ ეხლა სავარაუდოდ უკვე შეიწოვდა იმ წყალს იმიტომ ძალიან კარგი ხორცია და კი სწორი ვთქვი კარგად შეიწოვა კარგად თუმცა ვფიქრობ რომ აღარ დავამატებ წყალს თუ მე ნახოთ კიდევ უნდა გაჩერდეს ცოტა ხანს და რა სიზავს ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ მიუხედავად რომ კარგად შეიწოვა და აი არაჩვეულებრივი სუნი აქვს და რაც უდე რომ სუნის გადმოცემა არ ხდება წყალი საკმარისად აქვს წვენი უფრო წყალი რაღაც არ მომწონს უდაჭ ჟღერს და ყველაფერი ერთად კიდე წყალს გაუშვებს თავისას და შეერევა ამ წვენში ამიტომ ნამდვილად ნუ აი სუნი როგორ შეიძლება რომ გადმოცე ხო არ იცი და რანაირად ფანტასტიკური სუნია. მოჩი დავაფარეთ ახლა თავზე და წავიდეს მაცივარში დაახლოებით კიდევ ალბათ 1 საათი, იმიტომ რომ ცომი უნდა დავამუშაო, მე ბავშვი ვაბანაო და არ ვიცი მოკლედ ჯერ არ ვაპირებ ამის მოხვევას, ასე რა ვთქვათ. და ვნახოთ როგორ იქნება. არა და ცოტა ხანი. ხო და შეიძლება მანამდე შევახო, ნახო. ყოველ შემთხვევაში თქვენ ერთი ხინკლის მოხვას აუცილებლად გაჩვენებთ. მე მიყვარს ესეთი ცომი, რომელსაც ფქვილი გაბწყალებს ფაქტობრივად მინიმალური სჭირდება და ნახოთ როგორი გამოგვივა. თუმცა როდესაც დაჭირდეს არც არ არის პრობლემა, მაგრამ ნახოთ. როგორც გითხარით, კარგად ჩარბილდა, ასე რომ ვთქვათ. ახლა ცოტა დავამუშაოთ, მე ისევ წავდა მაცივარში და მე უკვე რომ მოვიცლი, მანამდე ყავა უნდა დავიღოთ რომ უკვე ამოვწყდი. აი მე კამერა არ გადმომიგდო. მე უკვე ბოლო ეტაპი და მე კი მოვიცლი ფაქტობრივად იმისათვის რომ შევახვიო ჯერ მაგის ანცალია და მანამდე გახდება იდეალური ცომი უფრო მეტად დარბილდება კიდეც და მიიღებს იმას რაც მე მინდა მიშველეთ რა იყო და აუ რა ცომია ხალხო აი არ ვიცი ცომზე დამირეკეთ მე მოვა მოვზელ ოღონდ დაგასწარით პირველი მევჭამ არიაჩი იდეალურ ეხა ამას კიდე შევაგდებ მაცივარში უაცუნცულოთ და გამოვა ძალიან კარგი დედა მიშველეთ აი მე წავიღოთ ახლა ეს ჩვენ მაცივარში ჩვენი ცუნცულა